გამარჯობა. 7 წელი 14 სატელევიზიო ეთერი, ბიზნესისა და ეკონომიკის მნიშვნელოვანი ამბები, ჩართვების სიუჟეტები და არაერთი საინტერესო ეთერი. და ვინაიდან დღეს საახალწლო გადაცემა გვაქვს, გადავწყვიტე უფრო სახალისო სიუჟეტი მომემზადებინა და მოდი ერთად შევიხედოთ ბიზნეს პარტნიორის შიდა სამზარეულოში. და ვნახოთ ვინ მუშაობს და როგორ იქმნება პროდუქტი, რომელიც საბოლოოდ თქვენამდე მაყურებლამდე მოდის. აბა გოგოებო რა შვებით? ჩემთვის ახლა არავის არ სცალია, იმიტომ რომ 1 საათში ეთერში ვართ, მანამდე დაგათვალიერებინებთ აქ რა ხდება. აქ სხედან პროდიუსერები, აქედან გასცემენ ბრძანებებს. აქეთ მხარეს ვართ ჟურნალისტები, ზოგი მუშაობს ტექსტზე, ზოგი ამზადებს ტიტრებს. აქეთ მხარეს კი გვყავს საიტის გოგოები, რომლებიც აკეთებენ სოფორას. ჩვენ ვქნით ბიზნეს პარტნიორის ვებ პლატფორმას, მუშაობ მთელი წლის განმავლობაში იმაზე, რომ კითხვებს მივაწოდოთ ძალიან სწორი და სანდო ინფორმაცია, შევქმნათ სანდო კონტენტი, ასე ვამთავრებთ წელს და ვეცდებით, რომ გავაგრძელოთ ამ ტემპით მომავალ წელსაც. თუმცა ეს არ არის ის სივრცე, სადაც ნამდვილი მაგია ტრიალებს, სინამდვილეში ჩვენი სამუშაო დღე გაცილებით უფრო ენერგიულად იწყება. გამარჯობა, ბიზნესიდან რეკავ, სემექსში რომ გაგვიშვათ. მადლობა. დაგროვილი მასალა საბოლოოდ თავს სამონტაჟოში იყრის, სადაც ფორმირდება და ემზადება ეთერში გასასვლელად. მასალა მოგიტანე, შევაგოროთ და უცებ მოვჭრათ სინქრონები. ირაკლი, მოგვიყევი რა ხდება სამონტაჟოში, როგორია თქვენი სამუშაო პროცესი? ჩვენ სამუშაო პროცესი არის ძალიან მძიმე. ჩვეულებრივად არის ერთი დღე საგიჟეთში, როდესაც ჟურნალისტები არიან რიგში, ყველაფერი არის მოსასწრები და ეს ყველაფერი მემონტაჟი უნდა შეძლოს. ახლა გავესაუბროთ გოგონებს, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან თქვენთვის ლამაზ და საინტერესო სიუჟეტებს, მაკაშენით დავიწყოთ. მითხარი, წელს რომელი სიუჟეტი დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად და რატომ? თითქმის ყველა თემაზე მიწევს მუშაობა, რაც ბიზნეს და ეკონომიკას ეხება, თუმცა წელს გამოვარჩევდი ჩვენს ახალ რუბრიკას ღვინის გზას, რომლის ფარგლებშიც მაყურებელს ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი მეღვინე გავაცანით და პირადად ჩემთვისაც ძალიან კარგი გამოცდილება იყო. ასევე საინტერესოა ზოგადად ჟურნალისტისთვის რა მნიშვნელობა აქვს სიუჟეტზე მუშაობას და თაკო მოდი ამას შენ გკითხავ და შენთვის რა მნიშვნელობა აქვს გაგვიზიარე. მაგალითად, როდესაც მუშაობ სტარტაპზე, ძალიან მომწონს, როდესაც ვაშუქებ მათ ახალ იდეებს და დიდ მიზნებს და ამას ვაცნობ საზოგადოებას და სტარტაპებს ვაძლევავით мотивაციას. ასევე ძალიან საინტერესოა CSR მიმართულება, რომელიც გარკვეულ კომპანიებს აქვთ, რომლებსაც აქვთ საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობა ადამიანების და განსაკუთრებით გარემოს მიმართ, რომელიც მე ძალიან მომწონს. ნია, შენი საყვარელი თემები რომლებია? ჩემი ტოპ 3-ეული უპირობოდ სტარტაპი, ტურიზმი და ექსტრემალური აქტივობები, ამიტომ რომ ძალიან მიყვარს ზოგადად სიახლეების გაცნობა და საზოგადოებისთვის ამის გაზიარება და ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო და მხიარული სიუჟეტები გამოდის ამ შემთხვევაში. გამარჯობა, ეს ბიზნეს პარტნიორია, თქვენ საქართველოს პირველ არხს უყურებთ.
გამთანაძის ალბათ და ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში. მოგვიყევი ყველაზე მეტად რა სფეროებთან დაგამეგობრა ჩართვებზე მუშაობა. ჩართვებზე მუშაობამ დავიწყებ საუბარს იმით, რომ დამამეგობრა ზოგადად ეკონომიკასთან და ბიზნესთანაც, რაც შეეხება უშუალოდ თემებს, რაზეც მუდმივად მიწევს მუშაობა, ეს არის ფინანსები, ასევე აუცილებლად მინდა გამოვყვე ენერგეტიკის მიმართულებაც და მომწონს ის, რომ ყოველდღიურად ბევრი ახალი ინფორმაციის გაგება გვიწევს ჩვენც როგორც ჟურნალისტებს და მიხარია, რომ ბიზნეს პარტნიორმა მოგცა ჩვენც ამის შესაძლებლობა, რომ პიროვნულად და კვალიფიციურადაც გავიზარდეთ. შვენიერი პასუხია. საინტერესოა რას გვეტყვის ამ ყველაფერზე მარიამი და ასევე როგორც ვიცი, შენ გქონია გამოცდილება საკმაოდ უცნაურ ვითარებებში მუშაობის და ამაზეც რომ მოგვიყვე. ქრისტის მსგავსად ფარავ ბევრ მიმართულებას, თუმცა ყველაზე ახლოს ჩემთვის მაინც არის უძრავი ქონება, საერთაშორისო სანავთობო და ოქროს ბირჟები და ასევე საავტომობილო და გამყვანი ტურიზმის თემატიკა. თუმცა ყველაზე უცნაური ადგილები მახსენდება, სადაც ჩამიწერია მე სინქრონი, ერთ-ერთი იყო სამშობიარო და გვიხარია ყოველს ასეთი ამბები, თუმცა ასევე ჩამიწერია მე სინქრონები სასაფლაოზე და პანაშვიც, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ვუწყი რომ არ არის ეს სასაცილო. ახლა კი შევიხედოთ იქ, სადაც მეეჭვება ასეთი სიწყნარე დაგხვდეს. ნახოთ რა ხდება საეთეროში, საიდანაც გადაცემებს ვუშვებთ. თედო, ყველაფერი წესრიგში გვაქვს? მელიქა ხო ხაზია? მელიქ გამისორდი? გოგოებო, თქვენთანაც მექნება კითხვები. პირველ რიგში მაინტერესებს, რამდენად საპასუხისმგებლოა იყო ბიზნესის და ეკონომიკის გადაცემის პროდიუსერი და მაშინ, როდესაც მაყურებელი ესე დალაგებულ ეთერს უყურებს, რა ხდება სინამდვილეში საეთეროში. მე მგონია, რომ პასუხისმგებლობა ყველაზეა. ჟურნალისტზე, ტექნიკურ ჯგუფზე, ოპერატორზე. მგონია, რომ აი ამ პასუხისმგებლობის სწორი გადანაწილებით საბოლოო ჯამში მაყურებელი იმას უყურებს, რაც პირდაპირ ეთერში გადის. იმის მიღმა ბევრი რამეა, რა ხდება? შეიძლება როდესაც დალაგებულია ეთერი და გგონია, რომ ყველაფერი კარგად გვაქვს, მაშინ გვიტრიალდება ვიორსტკა და მაშინ ხდება ყველაფერი აყალმაყალი. მაგრამ მაყურებელი ამას რეალურად ვერ იგებს. ისე ხდება გადანაწილება, ჩანაცვლება ერთი სტუმრის თქვათ მეორეთი ან ერთი ჟურნალისტის მეორეთი ან სიუჟეტით, რომ აქ არის აყალმაყალი, მაგრამ სინამდვილეში ეთერს ეს არ ემჩნევა. მოდი ახლა ჩვენი გადაცემის უფროსსაც გავესაუბროთ, რომელიც მუდმივად ადევნებს ხოლმე თვალს ჩვენი გადაცემის მსვლელობას. ლევან, რას ნიშნავს ბიზნეს პარტნიორი თქვენთვის, რა მისია აკისრია გადაცემას და რა როლს თამაშობს ამ ყველაფერში ბიზნეს პარტნიორის გუნდი? ბიზნეს პარტნიორი პირადად ჩემთვის ნიშნავს ყველაფერს. ეს არის საქმე, რომელსაც ჩემი ცხოვრების დროის ძირითად და უდიდეს ნაწილს უთმობ. მისი ბიზნეს პარტნიორის დანიშნულება 2019 წლიდან, როდესაც პირველი გადაცემა შევიდა ეთერში, იყო რომ ყოფილიყო ერთგვარი ხიდი საზოგადოებას, ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის და ვფიქრობ, ამ გადაცემამ შეძლო ამ მისიის შესრულება. რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, რომელთა თავს დაუზო გავიდა მოხჭა უხრელი შრომის შედეგად ყოველდღიურად იქნება გადაცემა ბიზნეს პარტნიორი. და ბოლოს, ლევან, ვინ არის თქვენი საყვარელი ჟურნალისტი და რატომ მაინც და მაინც მე? ალბათ იმიტომ რომ საუკეთესო ხარ ანა. და ბოლოს, აუცილებლად უნდა აღვნიშნო იმ ადამიანების წვლილი, რომლებიც მუდამ კადრს მიღმარიან, თუმცა სწორედ ეს ადამიანები ქმნიან ყველა იმ კადრს, რომელსაც ყოველ სამუშაო დღეს თქვენ ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში უყურებთ. და თუნდა 2 წუთით რომ მოსცილდე კამერას და ჩემთან რომ მოხვიდე. რას ნიშნავს შენთვის იყო ბიზნეს პარტნიორის ოპერატორი? თავის ტკივილი, ნერვოზი, თქვენი გაძლება. მაგრამ რეალურად ეს პროფესია და ამბის კადრებით გადმოცემა ძალიან მიყვარს. ეხლა დავუბრუნდეთ კამერას და ეს სიუჟეტიც დავამთავროთ. ამით 2025 წელი და ჩვენი სიუჟეტის დასასრულს უახლოვდება. ბიზნეს პარტნიორის გუნდის სახელით გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და გისურვებთ წარმატებას და ფინანსურ კეთილდღეობას. ერთმანეთს 2026 წელს შევხვდებით.